მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე. იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად. დაგიბრუნდით ახალი ვლოგით და გადაღებას ვიწყებ გოგრის მომზადებით. დღეს ვამზადებ გოგრას ბრინჯით და ცუკატებით. უგემრიელესი გამოვიდა, წინასწარ გეტყვით. დაგჭირდება ერთი საშუალო ზომის გოგრა, ასევე ბრინჯი. ბრინჯი არის წინასწარ მოხარშული, თაფლი და საყვარელი ცუკატები. მე გამოვიყენე გარგარის ჩირი, ასევე ქიშმიში და ნიქოზი. პირველ რიგში გავასუფთავოთ გოგრა შიგნიდან, ვჭრით ზემოდან თავს და ვიღებთ შიგნიდან მარცვლებს, უნდა კარგად გავანთავისუფლოთ, შემდეგ ვხარშავთ ბრინჯს, ვუმატებთ ცუკატებს, თაფლს, მე ცოტა შაქარიც დავუმატე და ვდებთ ამ ყველაფერს გოგრაში. შემდეგ ალაგ-ალაგ ვულაგებთ ასევე კარაქს, ეს არ არის აუცილებელი, სურვილის მიხედვით შეგიძლიათ კარაქიც ჩაულაგოთ. გოგრას ვფუთავთ კილეტაში, შემდეგ გადაგვაქვს გამოსაცხო ფორმაზე, ფორმაში ვასხავთ ასევე 2 ჭიქა წყალს და ვდებთ 200 გრადუსზე 35-40 წუთით. მზადისიანობას ვამოწმებთ ჩანგლით, თუ ჩანგალი კარგად შევიდა გოგრაში, მაშინ მზად არის, გამოიღეთ, დაჭერით და გემრიელად მიირთვით. ამ დღეს ჩემმა დედამთილმა დაგვპატიჟა ხინკალზე, ჩემი გოგრაც თან წავიღე და როგორც გავიგე, ეს არის სომხური ტრადიციული კერძი, რომელსაც ეწოდება ხაპამა. დღეს გვექნება რამოდენიმე დღიანი ვლოგი, რომელიც ალაგ-ალაგ მაქვს გადაღებული. შემოგთავაზებთ დაპირებული ჩიტის რძის რეცეპტს დაწვრილებით, ასევე გავაფორმებ სამზარეულოს საშობაოდ. თუ გაინტერესებთ, დარჩით ჩემთან. ჩემს ვარდებს უყურეთ, რა ძალიან ლამაზებია. სიმართლე გითხრათ, ეს ვარდები აი ამ ცელოფნის გამოვიყიდე, რადგან ეს ცელოფანი მახსენებს ბავშვობას. აი ასეთ მსგავს ცელოფნებში, ასეთი თოვლის ბაბუით გვირიგებდნენ ხოლმე საბავშვო ბაღში წამფეტებს, თოვლის ბაბუ არა მოდიოდა ხოლმე და რო დავინახე, გამახსენდა ბავშვობა და ამიტომ ვიყიდე ეს ვარდები. ულამაზესია და არ ვიცი, ასეთი ცელოფნები არსებობს და აძლევენ თუ არა ბავშვებს კიდევ ასეთ რაღაცეებს საერთოდ. მოკლედ, გადავიდეთ ჩიტის რძის მომზადებაზე, ვიწყებთ ბისკვიტის მომზადებით, დაგვჭირდება 3 კვერცხი, აქ მაქვს 9 კვერცხი, მთლიანად დაგვჭირდება 9 კვერცხი, 3 შედის ბისკვიტში, ასევე აქ მაქვს 3 სუფრის კოვზი ფქვილი, 1 სუფრის კოვზი გამოფხვიერებელი და ასევე დაგვჭირდება 4 სუფრის კოვზი შაქარი. პირველ რიგში უნდა გავთქვიფოთ კარგად კვერცხი და შაქარი, კარგად რომ ამოვა, ამოფუვდება, შემდეგ ვუმატებთ ნელ-ნელა, უნდა ჩავაცრათ ფქვილი და გამოფხვიერებელი, ნელა ამოვურიოთ და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.
ამჯერად გამოვაცხობ 22 სანტიმეტრიან ფორმაში, წინაზე გამოვაცხე 26 სანტიმეტრიანში და ჩემი სუფლე ცოტა დაბალი გამოვიდა, ამიტომ მინდა რომ უფრო მაღალი იყოს, ამის გამო ვიყენებ 22 სანტიმეტრიან ფორმას. გადავიტანოთ ცომი და გამოვაცხოთ ბისკვიტი. დავიწყოთ ახლა კვერცხის დაცალკევება გულებად და ცილებად. ცილას გადავიტან პლასტმასის ჯამში, ხოლო გულებს გადავიტან ეგრევე სქელძირიან ქვაფში, რადგან უნდა მოვხარშოთ კრემი კვერცხის გულებისგან. რაც მთავარია, არც ერთი წვეთი კვერცხის გულის არ უნდა გადავიდეს კვერცხის ცილაში, რადგან თუ ოდნავ მაინც მოხვდა კვერცხის გული, არ ამოვა შემდეგ ბეზე და მთლიანად გაფუჭდება. ასევე მთავარია, რომ ჯამში, სადაც კვერცხის ცილებს ვათავსებთ, იყოს აუცილებლად სუფთა და მშრალი. კვერცხის ცილა დროებით გვერდზე გადავდოთ, ჯერჯერობით არ დაგჭირდება, შეგიძლიათ მაცივარშიც ჩადოთ, ოღონდ ზემოდან რაიმე გადააფარეთ, რომ არაფერი არ ჩავარდეს ზედმეტი. ახლა ვიწყებთ კვერცხის გულებისგან კრემის მომზადებას, დაგჭირდება სუფრეში სულ 150 გრამი შაქარი, 75 გრამს ვუმატებთ აქ კვერცხის გულებში, ხოლო კვერცხის ცილაში ვუმატებთ დანარჩენ 75 გრამს. შაქარი და კვერცხი ავურიოთ ერთმანეთში, ისე რომ მასა გაერთიანდეს და შემდეგ ვუმატებთ 30 გრამ ფქვილს, კიდევ ამოვურევთ, ბოლოს ვუმატებთ 200 გრამ რძეს და ვხარშავთ შემდეგ დაბალ ცეცხლზე კრემს. შემდეგ ეს მოხარშული კვერცხის გულის კრემი უნდა გავაციოთ, მე გავიტან აივანზე, რადგან ახლა ცივა, თუ სასწრაფოდ გინდათ გაციება, მაშინ შეგიძლიათ რომ წყალში ჩადოთ და ისე გააციოთ. ვუმატებ 30 გრამ ფქვილს. კრემის მოხარშვის დროს სულ უნდა ვურიოთ, რადგან არ მიიკრას დაბლა ძირზე და ცეცხლიც უნდა იყოს დაბალი ცეცხლი. ჩემი ბისკვიტიც მზად არის, უკვე ოდნავ შეგრილდა, გვერდებს მოვაჭრი, რადგან ჩიტის რძესთვის არ არის საჭირო მაღალი ბისკვიტი, თან ჩამივარდა. ვფიქრობ, რომ ფქვილი დააკლდა, ფქვილი ცოტა მეტი რომ ჰქონოდა, ალბათ არ ჩავარდებოდა, მაგრამ ამ ხელა ბისკვიტი მართლა არ არის საჭირო. ამას მოვჭრი. ბისკვიტი არის სველი, დანამვა არ სჭირდება, სურვილის მიხედვით მე ცოტა ყავით დავნამავ, რადგან მიყვარს ჩიტის რძეში ყავის გემო, ამიტომ ცოტა ყავით დავნამავ. შეგიძლიათ ასევე კონიაკითაც დანამოთ, ასევე ძალიან გემრიელი გამოდის, და შეგიძლიათ რომ საერთოდ არ დანამოთ. ასე, ახლა ჩვენი ბისკვიტი გავამზადოთ
ფორმაში. რაიმე დავუფინოთ. მე გამოვიყენებ ასეთ სპეციალურ საკონდიტრო ცელოფანს, ნებისმიერი რამ შეგიძლიათ რომ ჩაფინოთ. როგორც კილეტა, საკვები ცელოფანი, პერგამენტის ქაღალდი და ასე შემდეგ. მთავარია რომ შემდეგ როცა მოხსნით ფორმას, არ გაფუჭდეს და ფორმამთან არ წაიღოს ჩიტის რძის სუფლე. ამიტომ აუცილებელია რაიმეს ჩაფენვა. ჩემი ბისკვიტი მზად არის და ელოდება უკვე თავის დროს. ახლა მოვამზადოთ ჟელატინი. აქ მაქვს 2 ასეთი შეფუთვა. წესით უნდა 20 გრამი ჟელატინი. აქ არის 9 გრამი, მაგრამ ეს კარგი ჟელატინია, ამიტომ გამოვიყენებ 2-ს. და დღეს გამოვიყენებ 18 გრამს. ჟელატინს ვდებთ, რომ გაიხსნას. სანამ ჟელატინი გაფუვდება, გადავიდეთ სუფლეს მომზადებაზე. ესეც ჩვენი კრემი, რომელიც კვერცხის გულებისგან მოვხარშეთ. ახლა ეს კრემი უნდა გავთქვიფოთ 150 გრამ ოთახის ტემპერატურის კარაქთან და ვანილთან ერთად. ჯერ კარაქს ვთქვეფავთ კარგად, შემდეგ ნელ-ნელა ვამატებთ კრემს და ვთქვეფავთ. კარგად გათქვეფის შემდეგ კრემი გათეთრდა, აღარ არის ისეთი ყვითელი. ახლა უნდა გავრეცხოთ კარგად კბილანები მიქსერის, შემდეგ გავამშრალოთ აუცილებლად კარგად და დავიწყოთ კვერცხის ცილის გათქვეფა. ეს ჩვენი მომზადებული კრემი აქ გვერდით ილოდება. სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ ჟელატინს ვუმატებ აუცილებლად ანადუღარ და გაცივებულ წყალს და ახლა უნდა გავთქვიფოთ კვერცხის ცილა მორჩენილ 75 გრამ შაქართან ერთად. ნელ-ნელა ვამატებ შაქარს და ისევ ვთქვეფავ, მანამ სანამ არ გამყარდება და არ მივიღებთ თეთრ მყარ ბეზეს. ბეზეც მზად არის. ახლა მიკროტალღურ ღუმელში გავადნობ ჟელატინს. აქედან 1 ჩაისკოვს ჟელატინს, აი ასე. მოვიტოვებ, ასე გვერდზე გადავდებ, მოვიტოვებ ზემოდან გლაზურისთვის, ხოლო ამას ახლა გავადნობ მიკროტალღურ ღუმელში და დავუმატებ ბეზეს. თუ თქვენ მიკროტალღური ღუმელი არ გაქვთ და გინდათ რომ წყლის აბაზანაზე გაალღოთ, მაშინ სანამ დაიწყებთ ბეზეს გათქვეფას, უკვე ჩადეთ ცხელ წყალში. ნელ-ნელა ვუმატებ ამ მთელ ჩემს ჟელატინს. სანამ ჟელატინი გამაგრდა,
გადავიტან ახლა ცოტას ამ ჩვენს კრემში. და დავიწყებ გათქვეფას ოღონდ უკვე ერთი კბილანით და ძალიან დაბალზე. აი ეს მასა უნდა ავურიოთ ერთმანეთს. აი ასე ნელა. და ნელ-ნელა ვიწყებთ ამ ბეზეს დამატებას. ახლა ეს მასა უნდა გადავიტანოთ ბისკვიტზე. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ძალიან სწრაფად, რადგან ჟელატინი უკვე იწყებს გამაგრებას და ამისათვის აუცილებელია, რომ ყველაფერი იყოს მზად. ბისკვიტიც უკვე დანამული, ფორმაში ჩადებული, რომ უცებ გადავიტანოთ. კარგად გადავასწოროთ და ჩავდოთ მაცივარში. შოკოლადის გლაზურისთვის დაგვჭირდება 2 სუფრის კოვზი შაქარი, ასევე პატარა ქვაბი სქელი ძირით, რომ არ მიიკრას და არ მიიწვას, 2 სუფრის კოვზი კაკაო, 150 გრამი რძე, რომ დაიწყებს, დავუმატოთ 30 გრამი კარაქი და ჩვენი ჟელატინი. ჟელატინს ვუმატებთ ასევე, არ უნდა გალღობა წინასწარ. შემდეგ უნდა გავაციოთ ეს შოკოლადის გლაზური აუცილებლად, რადგან არ შეიძლება ცხელის დასხმა ზემოდან კვერცხის სუფლეზე, რადგან გაფუჭდება. ახლა ამას წამოვადუღებ და შემდეგ დავუმატებ კარაქს. შოკოლადის გლაზურიც გაცივდა, ზემოდან გადავასხავ და ჩავდებ მაცივარში მთელი ღამით. ხვალ დილით უკვე შეგვიძლია დავაგემოვნოთ. ეს ტორტი გაჭრილი არ გადამიღია, მაგრამ მერწმუნეთ რომ გამოვიდა იდეალური. ეს არის სერგოს საყვარელი ტორტი. ამის გამო დაბადების დღეზე გამოვუცხე და როგორც ხედავთ, გამოიყურება იდეალურად. ეს შავი წერტილები არის ყავა, თუ რძით დანამავთ, მაშინ არ დაეტყობა ეს ლაქები. ბავშვები დავაძინე უკვე, ახლა ჩემი რუტინა მიმდინარეობს, საღამოს რუტინა. მოკლედ დავუარე მთელ სახლს, მივალაგე, მისაღები ოთახი მივალაგე უკვე, გადმოვედი სამზარეულოში, ბოლოს სამზარეულო დამრჩა და მოკლედ ჭურჭელი გაირეცხა. ჭურჭელი მაქვს დასაბინავებელი, ბევრი არ არის, ტაფებია და რაღაცეები და ეს ჭურჭელი მაქვს ჩასალაგებელი. წესით მეტი ისეთი არაფერი არ მაქვს გასაკეთებელი, უბრალოდ გასაწმენდია აი ესენი ზემოდან და მორჩა. ეს რამოდენიმე დღეა ჩემს სამზარეულოში, აი განსაკუთრებით აქ არის ქაოსი, რადგან როგორც იცით, ვაპირებ აი ამ
ზემოდან გადასაკრავის შეცვლას. ეს გადასაკრავი მოვიდა და დღეს ვფიქრობ, რომ რახან მაქვს სულ ცოტა დრო, მაგრამ გადავაკრავ, რომ დაალაგდეს ეს ქაოსიც, ჯერ პირველ რიგში აქაურობას მივალაგებ და დავიწყებ შემდეგ დეკორაციასაც, ასევე დღეს მინდა რომ დეკორაციაც გავაკეთო და გადავაკრავ კიდეც. ახლა არის საღამოს 10 საათი და შაბათი დღე. პატარა სძინავს, გოჩაც ვითომ იძინებს, ბურთქუნით წავიდა რომ შაბათ-კვირას მაინც მომეცთ უფლება ცოტა დიდი ხანი ვიყოვო და ნიცასაც ვითომ ეძინა. ოთახში იყო და მეგონა რომ ემზადებოდა დასაძინებლად. ჩვენს ოჯახში ჭურჭლის მანქანის დაბინავება ეძღვნება ნიცას და ეს არის ნიცას საქმე თუ სახლშია რა თქმა უნდა. რომ გაიგო ჭურჭლის ხმა, ეგონა რომ დიდი ხანი იყო გაჩერებული და დაავიწყდა. მოვიდა დაიწყო დახმარება. შემდეგ გოჩაც მოვიდა, მოკლედ ორივე გავყარე. მერე გოჩას დაეძინა და ნიცა ისევ მოვიდა. მოკლედ მთელი ცირკი გვქონდა აქ გახსნილი, სადითაოდ მოდიოდნენ და ალბათ ჩანს ჩემი სახის მიმიკებზე, რომ ვეჩხუბები ხან ერთს, ხან მეორეს, რომ წასულიყვნენ დასაძინებლად, რადგან დილით ისედაც ადრე ეღვიძებათ, რა ძალიან გვიანაც არ უნდა წავიდნენ დასაძინებლად, დილით 5-ზე, 6-ზე ისედაც იღვიძებენ ავტომატურად და შემდეგ აღარ სძინავთ. გოჩას ძილს საკმაოდ დიდ ყურადღებას ვუთმობ და მინდა რომ კარგად გამოიძინოს ყოველ ჯერზე, რადგან გოჩას აქვს ძილის ტერორი, როგორც გავიგე, ასე ეწოდება ღამით გაღვიძებას. ეს არ არის დაავადება, უბრალოდ იცის ბავშვებში, ღამით ისტერიკაში ეღვიძებათ და შემდეგ დილით არ ახსოვთ რა მოხდა, გადის რა თქმა უნდა შემდეგ გარდატეხის ასაკში და აუცილებელია რომ ბავშვმა გამოიძინოს ყოველ ჯერზე. დიდი მნიშვნელობა აქვს გამოძინებას, დიდხანს ძილს, ასევე არ შეიძლება ბევრი ტელევიზორთან ჭდომა და გაჯეტები. ამ ყველაფერს ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობ, ამიტომ მოკლედ გოჩას ძილის ტერორი აქვს და ასევე ჩემი ტერორიც, რადგან თავზე ვადგავარ, მოკლედ სულ მხოლოდ იმაზე გვაქვს მე და გოჩას ჩხუბი, რომ დროულად წავიდეს დასაძინებლად. ამის გამო გოჩას ჩემს საძინებელში სძინავს, ასე უფრო წყნარად ვარ პირადად მე და თვითონაც, რა თქმა უნდა შედეგი არის, ხშირად აღარ ეღვიძება, ძალიან იშვიათად თუ გამოეღვიძოს და ისტერიკაც აღარ აქვს, უბრალოდ ეღვიძება და ვერ გაუგია რა ხდება, უნდა უბრალოდ მიიყვანო და დააწვინო. მიხარია რომ შედეგი არის, რა თქმა უნდა და იმედი მაქვს რომ მალე გავა. დავუბრუნდეთ ისევ სამზარეულოს, როგორც ხედავთ, ადვილად სძვრება ძველი გადასაკრავი, ზემოდან გადავაკარი ახალი და როგორ გამოანათა სამზარეულო, მოკლედ ულამაზესია და ძალიან მიხარია რომ თეთრი ფერი გადავწყვიტე და ასეთი კარგი გადაწყვეტილება მივიღე. მოკლედ ცოტა დამაკლდა გადასაკრავი მეორე მხარეს, რადგან ჩემს მისაღებში 2 დღის უკან გადავაკარი ეს გადასაკრავი მაგიდაზე და მეგონა რომ ბევრი იყო, მეგონა რომ ზედმეტი გამოვწერე და მოკლედ დამაკლდა. როგორც კი მოვიდა ეს გადასაკრავი, ეგრევე გადავაკარი მისაღებ ოთახში, რასაც საერთოდ არ ვნანობ, არის ულამაზესი და ძალიან უხდება თეთრი გადასაკრავი. აქამდე შავი იყო და ახლა თეთრია ჩემი მაგიდა. მაინც ახლო მომავალში ამ ყველაფრის შეცვლას ვაპირებთ, ასე რომ რასაც მინდა იმას ვუკეთებ. ამ საწოდავ აბეჭს, მოკლედ ძალიან დიდხანს გასტანა ამ ყველაფერმა, ღამის 2 საათამდე ვაკრავდი, შემდეგ
წავედი დასაძინებლად, ვითომ წავედი დასაძინებლად, სინამდვილეში Pinterest-ში ვეძებდი რაღაც ინსპირაციებს თუ როგორ შეიძლებოდა რომ ლამაზად გამეკეთებინა ყავის კუთხე, რადგან საერთოდ არ მქონდა არაფრის იდეა და არანაირი იდეა არ მომდიოდა თავში. ახლა ვფიქრობ, როგორ მოვაწყო ეს კუთხე, მინდა რომ განსხვავებული იყოს წინა წელთან შედარებით, მაგრამ მე მგონი რომ არ გამომივა და იქნება ზუსტად ისეთი, როგორც წინა წელს. ერთ წელიწადს მქონდა ესენი ყავისთვის და შაქრისთვის განკუთვნილი, ვიფიქრე რომ ცისფერში გამეკეთებინა და ესენი დამედო, ასევე ვიფიქრე რომ აი აქ ჭიქებს დავდებდი, აი ამ ჭიქებს, რადგან აქ ყავა ისმევა ძალიან გემრიელად და როგორც ხედავთ ახლა ყავას ვსვამ ამ ჭიქაში. აი ასე ეტევა და ესეც კარგად უნდა გამოსულიყო, რადგან ცისფერი რაღაცებიც მაქვს, როგორიც ეს თოვლისკაცუნა არის, აი აქაც მაქვს ცისფერში ანგელოზი და მოკლედ თავიდან ასე ვიფიქრე, შემდეგ გადავიფიქრე, რადგან რაღაც ძალიან ბავშვურია და უფრო რატომღაც ცოტა სერიოზული მინდა რომ იყოს და უფრო რაღაცნაირად დახვეწილი. ასევე მაქვს აი ეს უსაყვარლესი ყავის და შაქრის ჩასაყრელები. ეს ჩემი გაკეთებულია, ესენი ცალკე ვიყიდე და უბრალოდ ზედ დავაწებე. არის ულამაზესი და ისე უხდება, ასე მგონია ხანდახან რომ ასეთივე იყიდებოდა და ასეთივე შევიძინე თავდაპირველად. ვფიქრობ რომ ეს დავდო და გავაკეთო წითელი შავში. არ ვიცი, მართლა არ ვიცი და ესენიც ძალიან მომწონს. აქ უკვე მიყრია შაქარი და ყავა და ესენიც ძალიან მომწონს, რაღაც განსხვავებულია და ასევე უხდება აი ეს ჭიქები, როგორც ირმებს. მოკლედ არ ვიცი, თითქმის მთელი ღამე ვსკროლობდი და ვეძებდი რაიმე ინსპირაციას და იდეებს, მაგრამ არაფერი თავში არ მოდის და მაქვს აი ესენი განკუთვნილი ამ კუთხისთვის. მოვიტანე ეს სახლუკები, ვფიქრობ რომ ამ სახლუკებსაც აქ გამოვიყენებ და ამ სახლუკებში მქონდა მარილი და პილპილი, გადმოვყარე, გავრეცხე და ვფიქრობ რომ ერთში პუდრას ჩავყრი, შაქრის პუდრას და მეორეში დარიჩინს და აქვე დავდებ, რადგან კაპუჩინო დარიჩინით არის ახალი წლის, არ ვიცი, პირველი ყავა და ამიტომ აქაც პუდრას რომ ჩავყრი, რაღაცებს მოვაყრი ხოლმე უცებ და მგონია რომ ძალიან უნდა მოუხდეს და ასევე პრაქტიკული უნდა იყოს.
დავასრულე სამზარეულოს გაფორმება და დამეთანხმებით, რომ თეთრი ფერი არის ულამაზესი. ამოანათა მთლიანად სამზარეულო გახდა ულამაზესი და ეს საშობაო დეკორაციაც ძალიან მოუხდა ამ თეთრ გადასაკრავს. აი ასეთი ბუშტები დარჩა ჯერჯერობით, ეს დროთა განმავლობაში თვითონვე გაიწოვება, ხედავთ რომ იწოვება თვითონვე, სანამ მიეჩვევა და მიიკრავს მთლიანად კარგად გადასაკრავი. ასეთი გამოვიდა, ესეც ყავის კუთხე. მეცადე რომ ისეთი არ გამოსულიყო როგორც წინა წელს. წინა წლის ფოტოს დავდებ, რომ ნახოთ როგორ იყო წინა წელს. ხოლო დაბლა გავაკეთე რაღაც საშობაო ქალაქივით და ჩემი აზრით გამოვიდა ულამაზესი. ეს ნათურები, ამ ნათურებს უпроსტორად აქვთ ტაიმერი, აყენებ ამ ტაიმერს და ყოველდღიურად ირთვება ერთი და იგივე დროს და არის ჩართული 6 საათზე. ვფიქრობ, რომ ტაიმერი დავაყენო ყველგან და ყველა მანათობელზე მაქვს ტაიმერი, აი ამებზეც დავაყენებ დღის 4 საათზე, რადგან 4 საათზე უკვე ბნელა და ჩაქრება ალბათ 10 საათზე და მერე მეორე დღის 4 საათზე ისევ ჩაირთვება. მგონია რომ კარგი აზრი იქნება და აღარ მომიწევს ჩართვა გათიშვა. ასე გავაფორმე კიდევ ფანჯრები და როგორც ხედავთ ორი ფერის ლენტა არის დამაგრებული, თეთრი და წითელი. სიმართლე გითხრათ, თითო მქონდა და სანამ ვიპოვი, არ ვიცი, არ მახსოვს სად დევს, აქედან ერთ-ერთს მაინც ვიპოვი, ან წითელს, ან თეთრს და შევცვლი. აი ახლა ასე გამოიყურება, ჩემი აზრით ორივე უხდება, თეთრიც უხდება და წითელიც, მაგრამ უკეთესი იქნება თუ წითელს მოვძებნი. ასე გამოიყურება ახლა. აი აქ ეს არის ხელის კრემი, ეს იყო საპონი, დავდე ჯერ ვანაში და ვიხმარეთ ბოლომდე, შემდეგ გადავასხი ჭურჭლის ჟელე და ახლა იქნება აქ და ვიხმარებ ჭურჭლის ჟელეთ. მანქანა არის ჩართული და ხმა ისმის, ასე რომ ბოდიშს გიხდით ამ ხმებისთვის. ასევე მივაკარი ზედ ეს სტიკერები, ეს არის ფანჯრის სტიკერები, უბრალოდ დავასველე და ისე მივაკარი. სხვა დროსაც გამიკეთებია ასე და რჩება დიდხანს, არ ვარდება მალე. ეს ვენოკი გასასწორებელია, ცოტა მაღლა უნდა ავწიო. ეს პატარა ნაძვისხეს ყოველთვის იქეთ მხარეს ვდგავ ხოლმე, მაგრამ წელს დავდგი აქეთ და ძალიან უხდება, არის ულამაზესი. როგორც უკვე გითხარით, აქ დამაკლდა, რადგან ჩემს მისაღებ ოთახში გავაკეთე უკვე მაგიდაზე და ამის გამო დამაკლდა აქ. უკვე გამოწერილია, რამოდენიმე დღეში მოვა და მანდაც დავამატებ.